მარიკა, მომიყევი შენი დედის ერთობა. რა კარგია დედის ერთობა. დედის ერთობა მართლა ძალიან კარგია და არასდროს არ წუხდი ამაზე. პირიქით, ბედნიერი ვიყავი, რომ დედის ერთად ვიყავი. საერთოდ არ შეუშლია ხელი ზოგადად დედის ერთობას, ეხლა რომ გისმენდით, ანუ ურთიერთობებშიც. პირიქით, ანუ დედის ერთებს გვაქვს ცხოვე, რომ ანაწილებთ მოკლედ ჩვენს დებზე და ძმებზე და ძალიან დიდი ენერგია გვაქვს და პირიქით, უფრო მეგობრულები ვართ, უფრო ბევრს გავცემთ და ძალიან კაია. მაგრამ მიდგომა ეგოისტური გქონია? არა, ეგოისტური არ მქონია. უბრალოდ ვერ წარმომედგინა მეორე ჩემნაირი, ჩემი მსგავსი და ასე შემდეგ. ეხლა ყველამ თქვა თავისი ზოდიაქო და მეც ვიტყვი, რომ ლომი ვარ და მოკლედ ანუ მეორე აღარ მინდოდა არავი. ესე იგი, რასაოცარია, ხო? ეგოიზმი არ იყო, ჩემ სიტყვაზე ხო არ იყო ეგ ყველაფერი. უბრალოდ ეხლა აი ანუ შეეგუე. ეხლა ნატრობდი ამას, ანუ არ მინატრია არასდროს. ნუ მე მამშვიდებდნენ, ეხლა დიდი შვილები რომ მყავს, რომ აი დაძმასავით ხართ და არა. დაძმასავით. ოღონ დაძმასავით არა. რამხელა შვილები დედის ერთა დედა ვარ და ჩემი შობლებისთვისაც დედის ერთა შვილი. 23 და 24 წლის შვილები მყავს.